15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენები იწყება, რეგულარული ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება. გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრის და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ჩინეთში მარიამ ქრივიშვილის ვიზიტის ფარგლებში შედგა. ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და დამატებითი შემოსავლების მოზიდვაზე გაამახვილა ყურადღება. შანხაის მიმართულება ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. იქიდან გამომდინარე, რომ იგი წარმოადგენს ჩინეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრს, შესაბამისად შანხაისთან საქართველოს დაკავშირება ცხადია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის მიმართულებით ურთიერთობები, ასევე მოვიზიდოთ დამატებით ტურისტები. ჩინეთიდან ტურისტების ოდენობა იმატებს, ინტერესი ძალიან დიდია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კერძო სექტორთან ერთად ჩვენ გვაქვს კომპლექსური კამპანია მთელი წლის განმავლობაში. შარშანაც ასე აქტიურად ვიმუშავეთ და წლევანდელ ციფრებს კიდეც დაეტყო. ძალიან მალე მაისის ბოლოს უკვე გვექნება ჩინეთში, კერძოდ შანხაიში ITB-ის უდიდესი ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევს იმას, რომ ჩვენთვის ჩინური ბაზარი პრიორიტეტია.